მოგესალმებათ იუბილარი კაცი მეგობრებო, დიახ 24 წლის გავხდით დღეს. მივდივართ მე და ჩემი მეგობრები ახალციხეში დასასვენებლად. უძერსკეს სასტუმროში, რომელსაც ვიდეოში განახებთ. დავლევთ, ვიხალისებთ, კარგ დროს გავატარებთ, ასევე საინტერესო ადგილებშიც გავალთ. ასევე ახალი სიახლე გვაქვს, ჩემს ახალ მანქანაში ვზივარ. თუ რა მანქანაა მაგას გაიგებთ, მალე ვიდეოს გადავიღებთ. დავდებ ამ მანქანაზე აუცილებლად და ახლა ველოდებით. ლუკას, ჩემს მაკაც მათიშას მოვადექით. ხო, ახალი ვარცხნილობა მაქვს კიდე. შემიფასეთ. 1-დან 10-მდე დამიწერეთ კომენტარებში, რამდენად მოგწონთ ჩემი ახალი ვარცხნილობა. როგორ მინდა ახალი მანქანა განახოთ, მაგრამ ჯერ ვერა. და აბა თუ გამოიცნობთ რა მანქანაა. ეს სიმპათიური კაცი ვინ მოდის? რა ვახარ. შეიძლება ვახარ. მაგრად. გაიხარეთ ხო? ეს ნაგავი არ გეგონა. ჯერჯერობით გვაქვს ადგილი. კიდე 3 ადამიანის ბარგი დარჩა ჩასადები. იმედია ჩავეტევით. ახლა ბენზინი უნდა ჩავასხათ, ავასოთ ბაკი და შემდეგ დავიძრებით უკვე რუსთავისკენ და აბა გამოიცანით რუსთავიდან ვის წამოვიყვანთ. შემდეგ კი გავივლით ძალიან საინტერესო სტუმართან. ვინ იქნება ეს სტუმარი? ნახავთ ვიდეოში. გამარჯობა. რამდენი რამე მოგაქვს, გოგო? ეს რა? შენ გეგონა შენ წამოვიღე ბევრი? ვინც მოვიდა მეგობრებო, ბარგი იტენება, საბარგულში ადგილი აღარ რჩება. ორი კაცს ბარგი როგორ ჩავტიოდ არ ვიცი. თუ რამეა ზევიდან დავაგდებთ ყველაფერს. ეს კაი. არა, ბეისბოლის პროფესიონალი მოთამაშე ვარ. ჩემი ჰობი არის ბეისბოლი. წავედით. რა შვები, გოგო? ახლა. არ არის რა მიჩვეული ამ ახალწლიან მანქანებს რა. დავიძარით რუსთავიდან და გზად საჭმელად გავჩერდით გორთან, რადგან ცოტა შეგვესვენა და თან გვეჭამა. მოკლეს მეგობრებო, გორში გავჩერდით და საჭმელად შემოვალთ რა ახლა. და შემდეგ ეს მოხდა. ნელაზ. ჩაქსო. რა ხარდო? კინო. ვაფშე რა დადგმული. ეს მუტანტი კაცი შემოგვიერთდა. გამარჯობა ხალხო, გამარჯობა. რა ხარ ხოძე? კი, მაგარ ხოძე ვარ. короче, კაი განწყობით, ყველაფრით კარგით და რაც უფრო კარგ შემოიტანენ საქართველოში და რაც უფრო აი დალევა, კაი ისე. ჩვენი სპონსორია დოქტორ ფეფერის 23-იანი გემო. короче, არ იყიდოთ, საზღრობა არის. ასევე არის ჩანსო შეყვარებულის მოსული. რას გვეტყვით ქართულ ფოლკლორზე? ანა გამარჯობა, მისალა. გამარჯობა. მანდილოსნები ახლა შეჭამენ და დავიძრებით ახალციხისკენ რა. 2 hours later. ეს ახალციხეინია. 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო სამცხე ჯავახეთში. სასტუმრო შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო სპორტ დარბაზით. თუ განტვირთვა და მასაჟები მოგინდა, არც მაგაზე არ იქნება პრობლემა დამიჯერეთ. ვინმე მაგ აუზიც ახსენა? დიახ, აქ უთბილესი აუზიც არის, სადაც შეგიძლიათ მაქსიმალურად განტვირთოთ და არც საუნაზე არ იქნება პრობლემა. მოვადექით მეგობრებო ჩვენს ოთახს. ახლა შევალთ და ნახოთ როგორი ოთახი გვაქვს. ოპა, იმენა აუზს გადაყურებ ზევიდან. აქ შენ დაიძინებ. ორა ლაგჟარიუს საწოლია ხო არ გადავ. რა ფუფუ, არა, ხიხია, ხიხილაკა. პირდაპირ აუზზე გვაქვს ხედი რა. გოგოებს გადაყურე ხოლმე. მე შეყვარებული ყავს დაკავებული ვარ. ასევე ჩაიდანიც გვაქვს. წყავა ისა თუ მოგვინდა. აქეთ სეიფი. ამდენი ხანი შუქჩამქრალში. აქ ვერ შევდივართ. და შველი წერტილი. მოგძანით. აქეთ დუშკაბინა და საყვარელი შველი წერტილია რა. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ადგილია, სადაც ცხოვრების 20%-ს ვატარებ. კი, ძალიან საყვარელია წყვილებისთვის. ლუკავი შემოეტანა. აქ არც წამოწვა. ვეღარც აგაგდებ. ჩვენი დღის გეგმები. ვუყუროთ UFC-ს, ვუგულშემატკივროთ ალექსანდრე თოფურიას, ასევე წავიდეთ რესტორანში, კარგად ჩავსკდეთ და ბოლოს დავასრულებთ აუში ჭკუმპალაობით. ეს კი სასადილო სივრცეა, საკვები იყო ყველაფერი უგემრიელესი, მომსახურება პერსონალი 10-დან 10 და ყველას გირჩევთ რომ თუ აქ მოხვდებით, აიღოთ სამჯერადი კვება, არ ინანებთ.
ბოლოს უკვე ძალიან გვიანი იყო, ყველა რესტორანი დაკეტილი იყო. გავჩერდით ჰოთ-დოგების საჭმელად ჰოთ-დოგები უნდა ვჭამოთ. და რა თქმა უნდა, ალექსანდრე თოფურიამ მოიგო. ეს დღე კი ასე დავასრულეთ. ეხლა უნდა დავაგემოვნოთ ახალციხე ინის საჭმელები. იმდენი რამე არით დავიწყო არ ვიცი. ჩანქსო ჩვენი თამადა კაცი პროსტა არ სვავს. გამარჯობა. თხოვთ მითხარით რომ პიურეს პურს არ აღოლებთ. შოთას მოკითხვა იმენ ნაპოლეონები აგერ. შოთას უგაგიჟდება ვიდეო როლს. ძალიან მაგრად გამოიყურება სხვათა შორის ნაპოლეონი. ოჰოჰოჰო. ესა იმენა კიტრი პომიდორი. არა, მაგარი გემრიელია, პროსტა მე ხახვის უნდა იდგა ოთახში. რაღაცაზე თვალ უნდა ახუჭო ძმაო, თუ გემრიელი გინდა იყოს. როგორც სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, ისე სიგემრიელებს მსხვერპლს მოითხოვს. სიგემრიელი მოითხოვს ყველაფერს. ბიჭო, არა, ისე შეჭირო თქო ყველაფერი ძალიან გემრიელი. კი, ძალიან კაი ყველა. აგერ მე ხაჭაპურს გადავიღებ. ბიჭო, ძალიან მაგარი ყველი აქ ხაჭაპურს. კაი გამოვშვი. აჰა, ძმა. მე ამათ უნდა ვანახო ვარძია. პროსტა ძალიან გამიკვირდა, არც ერთი რო არ ხარ ნამყოფ. ხო იცი როგორ დაარსდა ვარძია. თამარ მეფე მირბოდა და ბიძამის დაიკარგა რა. ყვიროდა ბიძამი სათხარო და აქ ვარძიაო და ვარძია დაერქვა. მეგობრებო, შეგახსენებთ ასევე ინსტაგრამზე გამოყევით. ამოვარდება ჩემი ინსტაგრამი, ასევე ამ ხალხის ინსტაგრამსაც დავტოვებ. ოქრო ხალხის ინსტაგრამს აღწერაში გადადით გამოიწერეთ. ჩვენი მომავალი ინფლუენსერი. ახლა შევჭამთ მეგობრებო და რაბათის ციხეში წავალთ. არ ვაზვიადებთ, აი მართლა ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი. ზოგადად ხეთამი არ მიყვარს, მაგრამ მაგათ აქვს შემწვარი. პირდაპირ მომდის სალატი ძალიან fresh არის. ხაჭაპური ძალიან ძერსკი იყო, ყველი ძალიან კაი იყო. პირველმაც მაგრა გაასწორა ყველთან ერთად ვაფშე რა. საუნაც არის, აუზიც არის, მასაჟები, ტრენაჟერებიც არის. სულ ეგულო რაც გინდა. ჩვენ მეგობრებო დილის 6-ზე ვიღვიძებთ, აუზში ჩავდივართ საუნაში, მე ვჭამთ და ვარჯიშობთ რა თქმა უნდა. კი, აი ნახე ვარჯიშობ უკვე. ზოგადად ჭამელი კაცი შოვარ კი მეტყობა, მაგრამ მართლა ძალიან გემრიელია ყველაფერი. ხო დახვეწილი გემოვნება გექნება ასე რომ. რა თქმა უნდა. მომზადით ხალხო, სამჯერად იკვება აიღეთ უეჭველი. ნაპოლეონის დრო მოვიდა ალბათ. აბა გადაიღეთ მეგობრებო. უშოთა რაშურით უყურებს ალბათ. აბა პირველში დავეჭილება. ძალიან კაია რა, ნაპოლეონია რა. ცოტა უხერხული საჭმელია, მაგრამ გემო კაი აქ. всё, მე ტოჭ გადავს. ბურგერს არამე რო ვჭამთ ხოლმე, ველოდები მაგიურ სიტყვას. ჩემთან არ არის მაგიური სიტყვა. ხო დავთავაზე ესე. მე მელოდება. არა, შენ მეორე დღის ვიდი ნახავ ხოლმე. ესეც ეგრე აკეთებს მოგოჩი. ეს შეაქოს ნახევარტონა ბურგერს და მე ამბობ შეერი რო ვარ და ზივარ ველოდები. ჩვენი შემდეგი გაჩერება რაბათის ციხე იყო, რომელიც ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარეობს და საუკუნეების წინ ძველი სამცხის მთავარ ქალაქს და სამცხის ათაბაგთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ციხის ისტორია მე-9 საუკუნიდან დაიწყება და მისი თავდაპირველი სახელწოდება ლომსია იყო, რომელიც მე-11 საუკუნის ომების დროს დაინგრა. მე-12 საუკუნის დასაწყისში ქალაქის ხელახალი შენება დაიწყო ბაშქენ მეორე ჯაყელმა, რომელიც დავით აღმაშენებლის დავალებით თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ საფორტიფიკაციო თავდაცვით სისტემებს ქმნიდა და ქალაქის აღდგენას ეწეოდა. სწორედ ამ პერიოდში დაერქვა ამ ადგილს ახალციხე. შემო. ესე უმობდნენ ძმაო ჩვენები. აქ როგორც შევა საუნა. ნახე აქაც გასასვლელია. აქედან ეგრე მშვილდებით განუიღებნე. უნდა გაიგოს თან მოდი ვიავარ. წავედით. კამერამენი არასდროს კვდება. ბიჭო, აქ უფრო თოფებით, ხო? ესეთი აბა რა რო არ გაერტყათ. ანუ ეგ ხომ არა. ესეთი აგებულება. აბა რას ხედავს ქიმერა ნახოთ. ოპა. აპანაძე 2025. მეგობრებო, ეს რაღაცები არ დაწევთ და არ დაამახინჯოთ ძალიან დიხოს. კიდია ასას. მარები ვარ. ნახე აქ დასრიალო არის. მე რამე ვიღაცამ გაგაბრაზე ჩაასრიალებდი აქ. ეს ინფლუენსერი გაიცანით. ნახე ძმაო აქ ბუჩქებს ჩახედა. რავი, ლაბირინთი და როგორ დავარქვა ამას არ ვიცი, მაგრამ ბოლოა მგონი. ორი ჩვენი მტრების twin. იმის ალბათობა არის, ფეხი რო გაგისრიალე ის გადავარდი რა. ბოქში რა გაჩერდები გზაში? მეება იყოს. არა, ხედები მაგარია რა. მთელი ახალციხე ჭირს. მაგარია. ძალიან მომეწონა. ჯერჯერობით და წინ კიდე იმდენია. ყველგან არ ამგონია მოვასწროთ. ნახე ქვემო ჩაახედე. ეს რა არის? ანუ კიბეები არის ამოსასვლელი თუ ესე შუაში იმპერატორი გამოიძახებდა ცხენებით მიდიოდნენ და იმპერატორი რა მეფე. ნახე ეს ქვემოთ რა არის? შენი აზრით? ჩემი აზრით საიდუმლო გასასვლელი რა.
ძალიან საიდუმლო. ბიჭო, ადრე შეიძლება უფრო დიდი მთები იყო, არ ვიცი. ბუნკერიდან გასასვლელი იქნება რა. პირდაპირ ჩაიყვანენ კონექტში. ბენზინს ასხავდნენ ცხენში. პარკინგზე რო შესაძლოა შეიძლება აქედან გამო. იქით მთაზე რო გადასულიყავი, არ მოგიწევდა ამოსვლა და რაღაცა რა. პირდაპირ იქიდან შეხვდოდი და იქით მეორე მხარეს არის გასვლელი. ისე ძალიან დიდი ყოფილა. თემოდან არ ჩანდა. რიძე ავიდეთ იქ. საათ? გონი არ გესმის მაყურში. სადო? თუდა თამაში. შემდეგ დავინახეთ უფრო დიდი კოშკი და მაგ კოშკისკენ წავედით. აქ გავაანალიზეთ, რომ როგორი პატარაც გვეგონა რაბათის ციხე, ეგრე არ ყოფილა. შემდეგ კი რაღაც უცნაური შევამჩნია. აქ ხო არ ატყავებდნენ ღორს და კლავდნენ. გონი ღორის საკლავი ისა, მაგი და არ ვიცი. იმენა ღორის ფორმა აქვს. ხახო ეს რა არის დაგვიწერეთ. არ მხვერპს შეწირვას აწყობდნენ, აგერ სისხლი გროვდებოდა იქ მილევიდან. ეს კონკრეტული ქვიანი კონსტრუქცია ალბათ არის დეკორატიული აუზი ან ყარავი, რომელიც კომპლექსის ეთნოგრაფიულ ატმოსფეროს ქმნის. არა აქვს თირკატ. არ ვიცი. ხელი აბაზანა. ეს კიტაიცკი ფუდი. გავაგრძელეთ ჩვენი გზა ისევ უზარმაზარი კოშკისკენ. ვაიმე, რას ვიცი ვეჭავად. მენა ყინავს. ეხლა ავდივართ მეორე კოშკზე. დიდი კოშკი რო. ციხე-სიმაგრე რა, კოშკის ციხე. კოშკში ასვლა კი სამწუხაროდ ფასიანი იყო. იმენა მირაჟის ბალკონები როა. ინფერნო, ხო. აჰა, ეგ ლაშურიას უბერო ჩვენი ძმა. ვა, მაგარია რა. ხო, შეგიძლია ციხეს მივყვე, კრუგი დაარტყა მთლიანად. ხახო, იქ შევეცადეთ რომ ავსულიყავი და ფული ღირს. სირცხვილი არ არის. დაშ რატო უკრავთ? შემდეგ კი გადავწყვიტეთ რენდომ გზას გავყოლოდით და აი სად აღმოჩნდით. ძალიან შორ წამოვით. რა ვიღაცას გავყვებით გზაზე და მოდი სადაც წავა გავყვეთ მეთქი და მოხვდით სადღაც არაფრის შუაში ვაფშე. ამას უყურეთ. აი Instagram Reels-ები. ძალიან უცნაური ადგილი არის. და ყველგან რაღაცას წვავენ. ყველგან ცეცხლიანთია. რას აკეთებ ვერ ხვდები. ჩემი აზრით კვამლის ფეტიში აქვს. ამ მომენტში კი ლუკა მაიტეხა რომ საჭესთან ამსვიო. შემჭამა დამსვი საჭესთან დამსვიო. დიახ, არ მსავს რა ვიცი. სუშაილი მანქანა არ არის ბიჭო. მეუბნე მაგაზავე თქო, მაგრამ აქ კი უკვე ჩემი მანქანა სხვა ყავდა დაკავებული. რა შვები? ვაიმე. მოდი გოგო. რა შვება? გიშია ეს გოგო. ხახო მანქანა ამახიეს. ვაიმე ხმერთო. მივაკლავ ამ გოგოს. რომ დაგბრიდა ვიმენა. გოგო გიში. ხარ ხარ გამაგიჟებს ეს გოგო. სათამტოა რომ დაბრედილი ხარ იმენ. მოვკლავ მაგ გოგოს. აი ეს გზაზე ვიდექი და ჩამია როგორც. აბა ეხა გადმომანქაინა ქალბატონო. რა გინდა? ხო ხარ შენ კარგი? რა გინდა? რა მინდა? რა გინდა? მაქა მეჯახავა ჩემი რა ბრალი. საღო გოგო გიჟი ხო არა ხარ შენ? საღო ლიმენა რანაირად? რა გამისწორდა ასე. ასწორებს. ჩემ კაი, აი იცი რა მაგრამ ხელებს უყურე. იცი როგორ ვიყავი ბოლომდე მინდა ჩაჭრა, მაგრამ მეთქე ვიღაც გამოვარდა, ხა ის რო გამოვარდა, ხო იცი, იქ მომიწია შესვლა, რომ მეტაკებოდა უკვე სტირი იყო. ანუ არასდროს არავის არ მანდო მანქანას ესეთ ფასიანს. არ ვიცი, ანუ რა ვთქვა, არ ვიცი. მიხმარეს პედაპირ აუ როგორ გამისწორდა. გიღებდი? მე ნახავე, მე ნახავ. ოი, ცხვითა ჩამ X-ნა შიფტერები, ჩვენთან აქ შიფტერები ხო მეგონი? სუნი მოგდის მანქანის? კი, კარლოტკი. აიმე. შენ როგორ ატარებ შენ? აიმე. როგორ გაატარებ შენს ბოლოს დღეს? მანქანაში ჩავჭები და ბოლომდე ვეგაზავ. და ბენდიერი მოკვდები, ხო? მერტმა დაგიფაროს გოგო რას წახ. მანქანა არა, მაგრამ მე ბენდიერი მოკვდებიო მითხარი? მანქანა არა, მე მოკლა.
თანქსო, კამერამენობაზე რამე განაცხადი ხო არ გინდა შემოიტანა ჩემს. კაროჩე, ამ კაცის მანქანა იხმარეს, მიხმარესო ვიძახის და მე მანქანა არ მინდა. წავედით. შენც ხო გინდა და დარება. უგაცრობ. ახლა წავალ საჭმელად, იმიტომ რომ ძალიან ანერიულდი. ანერიულებულზე კი რა თქმა უნდა წავედით უკვე რესტორანში. ძალიან კარგი რესტორანია ვარჩი, კარგი შეფასებით. ყველაფერი იყო უგემრიელეს და გარემოც ძალიან მომეწონა. ჩვენ მაყურებელს გაუმარჯოს შენს მაყურებელს. პირველ რიგში დავაგემოვნე მექსიკური ტაკო. აქამდე ტაკოები არ მქონდა ნაჭამი და სხვათა შორის ძალიან მომეწონა, რასაც ველოდე, იმიტომ რომ მექსიკური სამზარეულო მიყვარს. შემდეგ კი ბურიტოს ჭერიც მოვიდა. იყო უგემრიელესი. მინდა გითხრა რომ მაგარი გემრიელა. ჩანქსო დაგვიტოვეს მეგობრებო. შემდეგ კერძი კი ლობსტერი მოგვიტანეს, რომელიც არც ერთ არ ქონდა ნაჭამი. მე სიცოცხლე ვაჩუქოთ და გავუშვათ. დავატეხეთ მათები და რა ვიცი. არა. აღარ მინდა. ესე. აკი ჩანქსო მისტერ კლანჭას როლს ასრულებს. ლობსტერიც ასე თუ ისე ყველას მოგვეწონა. შემდეგ კი მე და ლუკამ გადავწყვიტეთ ლობსტერის ტვინიც გაგვესინჯა. მოგებიჯე და გაკავით. აუ ეს რა არის? ხო ანუ აი. პაპასავითა. აბა, უცე. მე ვაფშე ვერ მოვლიჭი. ბეჭს თით ჩაყე და ამოიღე. აუ რა თვილი ტექსტურა. კაი, გავსნო. კაი ხო უნდა მქონდეს ნათქვამი ტვინი ვჭამებთ. 3 2 1 როგორი? არა, ცუდი არ არის. თევზი აღონ თაფა რა. აიგა. ანუ რაც იყო, პროსტა მეგონი მერონიკა მოვატყუე, ისე მოგატყუა ახლა აფაფები. თევზის გემო აქვს, პროსტა ცოტა უცნაური ტექსტურა აქვს. ბოლო დღეს კი გადავწყვიტეთ წავსულიყავით სად თუ არა ვარძიაში. ჩანქსო როგორ ხედავ? აჩი ჩუდა თავარა. ჩანქსო ძლივს დავითანხმე, რომ წამოსულიყო. ნახო დავალარავალ ჯერ საკითხავია. დაახლოებით საათნახევარი უნდა ასწლოს და ახო რა, უძვრები კლდეზე ბიჭი. და მადლობა ღმერთს ესეთი უმშვენიერესი და უიდეალურესი ამინდი დაგვემთხვა. დაახლოებით 5 წუთია დავიწყეთ აღმართზე ასვლა და ჩანქსოს უკვე აღმართები ელანდებოდა. და ჩვენს პირველ გამოქვაბულებსაც მოვადექით, რომელსაც იმ დროს საჯინიბოს დანიშნულება ჰქონდა. ცხენები შეყავდათ აქ. რავი, აქ ალბათ თივას აჭმევდნენ და აქ იყვნენ ცხენები რა, დამულები. შემორჩენილია. ბინდის ფერია სოფელი. ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება. გიგავით? მაღარა? მაღარა. აქ მოკლედ ინახავდნენ წყალს. გეგონება მეტეორი ჩამოვარდა. ვინც არ ხართ ვარძიაში ნამყოფი, შეგიძლიათ მობრძანდეთ. გონი ბოლოს ბავშვობაში ვიყავი და იმის მერე რაღაც პატარა დეტალები შეცვლილია, იმიტომ რომ ესეთი რაღაცები არ იყო. ქვემოთ ყველაფერი იგივეა. ვაა, ჭიანჭველებსაც აქვს თავის ღირსშესანიშნაობები. აქ იყო თონე, ხო? ყურსაც ხოვდნენ? აი, მაგიტო გამურული შეხედე. მოდი ჯერ თონეები დავათვალიეროთ, როგორი იყო. აქ ქვემოთ ალბათ ცეცხლიან თუთო მე. ეს ტუალეტი ხო არ არის? მაგრამ არ მგონია ვინმე თონეში. რა იცი ბიჭო, სიცხე არის, სიცხეზე ხო ის ცეცხლი უნდა ითამაშო, თორე ჩაიფსო. ალბათ ამ ქვებს აცხელებდნენ და აგერ ფანჯა და მეჯობას ჩასძახებდნენ. აქ ქვემოთ რა იყო არ ვიცი. აქ რა შვებოდნენ? ო, შენ მაიმუნო შენ. თანქსო ტკბები? ესე გამოიყურებოდა საქორწინო დარბაზზე. მაგეთ ქორწილის მერე რაც ხდებოდა იგა. აქეთ ხდებოდა პირველი ღამე ანუ. მე პატარძალი აქ იჭდა ალბათ. ძალიან საინტერესოა როგორ ცხოვრობდა აქ ხალხი, ძალიან მიგურს. ეს მაგარი უცნაურია. ამ ადგილს ქვია ლიტანიის უბანი. აქ ქვემოთ დიდი ალბათობით ცეცხლსანთებნა ჰქონდა. და აი ყველგან ესეთი ისინია რა, გარშემო არის. ამოჭმული შუაში კიდე ჩაღრმავებულები ზოგ ადგილებში. ამოჟებოდნენ ზმები. საუნა იყო ხა რა. ქლაშურია ზუბერონი. ჩემი აზრით ზოგი ადგილი ისი არის აქ გაკეთებული რომ დამალული უნდა ყოფილიყო კარგად რა რომ ტერს არ შეემჩნია და დამალული ყმენდა იმიტომ რომ ზოგ ადგილას კარგად არის მომტრეული რა თითქოს შევსებული უნდა ყოფილიყო აქაურობა ზიპლაინი გადის ქვემოთ და ეზიდებიან რა რაღაცებს ქვემოთაც კაი ბევრი სანახავია ნახეთ მეგობრებო რა სილამაზეა ეს კი სასადილოა. აქ ჩამოსხდებოდნენ, გაშლნენ სუფროს, მიირთმევდნენ გემრიელად. შუაში ალბათ დიდი ალბათობით ცეცხლსანთებდნენ ხოლმე. აი ნახეთ ან გადამწვარია. შემდეგ შემოვედით ესეთ კლდეში აგებულ ტაძარში, სადაც სხვადასხვა მიმართულებით იყო გათქმული გამოქვაბულები. ერთ-ერთმა მეგვიყვანა წყალთან.
არა, ჩაკეტილი ხარ. თითქოს გაყინულია. ნასვეტებიდან ჩამოდიოდა წყალი და უნარაგები. კიბეებზე ასვლის შემდეგ კი აკლდამაში ამოყავით თავი. აქ ფანჯრები ნახე. გზა განვაგზეთ ვიწრო გამოქვაბულებში. ესეთი დახილებით ავდივართ. ძალიან ვამაყობ, რომ საქართველოში გვაქვს მსგავსი საოცარი ადგილები. ვინმეს ვისაც კლაუსტროფობია გაქვთ, აქ არ უნდა შემოხვიდეთ. ძალიან საშია მაგათი. გამოქვაბულის ბოლოს კი ესეთი ჩიხი დაგხვდა, უზარმაზარი 40. ბარო ძმა. ჩაქსვა მაღალო. შემდეგ კი მეორე გზას გავუყევით, რომელიც ზემოთ ადიოდა. მოჩვენებასავე დგა. ეს კი არის ადგილი, სადაც ერთად იკრიბებოდნენ და აქ აფარებდნენ თავს მტრისგან. ჩანკსო სამწუხაროდ არ გამოყვა, ქვემოთ დარჩა და ჩვენ გველოდებოდა. ქვემოთ უცებ მეგონა გილიოტინა თავს რო ვაჭრია. ნილო. ძალიან ცუდი ჩასასვლელია. ჩემთვის არა, შენ გეკ პატარა მე ფეხი. არაფერი არ მომივა. შენ გეკ პატარა ფეხი. არ მაგხება. პატარა. ანუ შენ არაფერი მოგივა და მე მომივა? ხო, ცურავს. ჩანკსო და ჩანკსოს შეყვარებული. ალბათ მე ორი მხრიდან ჩამოვლენ, იმიტომ რომ ჩანკსოს გაუჭირდება აქ ამოსვლა. ძალიან ცუდი კიბეებია და პლუს მე მიჭირდა იქ რომიალი და მე მგონი ვარ ზიაში მასწავლებელი, იმიტომ რომ გეტარებდნენ რომ ესეთი ადგილები ეზარებოდათ. აქ კი ჩანკსოს დაანსვალოდებოდით და თურმე ამდენი ხანი იქ მჭდარა. ჩანკსოს ატყობილა იგერძის. თურმე აქედან გამოსასვლელია ეგრევე. ეხა ანა ვაფშე უკდინან მოდის კიდე და თან მარტო მეშინია კლაუსტროფობიისო. მარტო დავტოვე თან ტელეფონი არის ჩენსი. საწყალი გოგო არ დაიკარგო. მეგობრებო, ანა დაგვიბრუნდა, სახსალამათი. ცოტა შეეშინა, მაგრამ თავარია მოვაგნო უკან გზას. ოპა, კაი ჩამოსახტომი არის აქ. როგორი ჩარჩოები აქვთ გაკეთებული. რაც გული გამისკდა, გოგო. ეს იყო ადგილი, სადაც ცხოვრობდნენ, ეძინათ და ბინავდებოდნენ, ხოლო ეს პატარა ორმოები სავარაუდოდ ქვევრის ადგილებია. ეს არის აბანოკი, აქ ბანაობდნენ. ბასენია, ჩემი კაი. აუ, აქ რო ჩაწვებოდი, მაგრამ რა გისწორდება, პროსტა ზამთარში, ზამთარში აქ არც იქნებოდი ნახოთ. მაგრამ სამის გამიციოდა. ცეცხლს თუ ანთებ კი ბატონო. ხო, ანუ პლუს მაგას მიწაში ხარ და აქცივა, ანუ. ჩასასვლელის გზასაც დავადექით და ჩანკსოს თვალები გაუბწყინდა. მოვახლოვდით მეგობრებო ჩასასვლელს და ჩავდივართ უკვე. ძალიან დიდია ვარძი, ამხელა არ მახსოვდა მართლა. გამოვახციეთ მეგობრებო და მესამე დალაშქრულია უკვე ვარძია. ძალიან გაასწორა რა, ძალიან გაასწორა მართლა. ჩვენ ეს შევძელით. ჩეკ. ჩანკსო, ემოციები. პირველად თავგანაშკარად ვიყავი აქ. მეორედ მოსვლელი აღარ ხარ ხო? დავიწყებ რა თქმა უნდა სასტუმროთი, რაც ყველაზე უმთავრესი იყო ჩვენი მოგზაურობის, ჩვენი ენერგიულობის და ჩვენი აი ამ ყველაფრის კარგის. ვიტყვი რომ იყო ძალიან მაგარი სასტუმრო, აბსოლუტურად 100%-იანად გირჩევთ. საკვები, დასასვენებელი თვითონ კურორტი, აუზი, ყველაფერი იყო 10-დან 10. თვითონ ანუ მდებარეობის ტერიტორიაც ძალიან კარგად გლას იყო, იმიტომ რომ ახლოში იყო ტბა, ჩოლერბირით ფეხით ჩახვიდოდი მანდაც დაისვენებდი, ნახავდი რაღაცებს ასე ისე. შემიძლია თქვა ის რომ ძალიან კაი მომსახურება იყო. ყველა ძალიან აი ზრდილობიანად მოგმართავს, ძალიან დახვეწილად, თბილად, ისე გულიანად. შემიძლია თქვა, რომ ჩემი ახალგაზრდობის ერთ-ერთი ყველაზე კაი მომენტია, ახლა მეტირევა. უამრავი ფოტოები გადავიხეთ, უამრავი რამ გავაკეთეთ, რაც ჩემთვის და ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრი რამ დავამახსოვრდა და უნდა დაისვენოთ ისე როგორც საჭირო არის და ამ ყველაფერში დაგეხმარებათ. ეს სასტუმრო მიყვარხართ ყველანი, არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა და არ დაგავიწყეთ ესეთი კარგი მოგზაურობის შექმნა საკუთარი თავისთვის საქართველოში. კარგად. ძალიან კვაყოფილი ვარ, ძალიან კმაყი ვარ ამ 4 დღით. კარგად დავისვენე, რასაც ხვი ახალციხეში. ყვება იყო ძალიან კარგი, ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი, განსაკუთრებით კი ტრპომედეს სალადი. აი, ჩემი ფავორიტი, ესე გემრიელად არ მიჭამია დიდი ხანია. სტაფიც ძალიან ყურადღებიანი და კეთილი და სულ მომხიმარი იყო და რაღაც ძალიან კარგი აურა მოდიოდა მაგათგან. სიტუაცია იყო ძალიან მყუდრო, სტაფი არის ძალიან კაი. იმენა ოფიციალური სტაფი იყო, ასე ვთქვათ რა. ყველაზე მეტად დამევასა საჭმელი რა. აი, მასეთი გემრიელი საჭმელი კაი ხანი არ
გამიჭამე. ყოველ დღე ხალათები ეხარო ობანავდი თაუსში, ხალათები შეგვიცვალეს, რაღაცები დაამატეს. მაგ მხრივ ყურადღება ძალიან მომეწონა რა. მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი კარგს ვისაუბრებ, იმიტომ რომ ყველაფერი კარგი იყო, არაფერი ისეთი ცუდი, თვალში მოსახვედრი, არანაირი არაფერი არ ყოფილა. აი ძალიან მომეწონა სტაფი, პოზიტიურები. ყოველთვის ჩვენს გვერდით აი რამე ხო არ გჭირდებათ, როგორ დაგეხმაროთ, ესა ისა. სასტუმროზე ყველაფერი ძალიან კარგად იყო შესრულებული. ასევე აღსანიშნავია კვება, ყოველთვის განსაკუთრებულად კარგი რაღაცები იყო რა. მაგრამ აღსანიშნავია კეტრიბომდრის სალათი, ასევე დესერტებიც ძალიან კარგი ჰქონდათ. საწოლი, ოთახი, სააბაზონო ყველაფერი ძალიან კარგი იყო რა, კარგად იყო. დიზაინიც კი მომეწონა სასტუმროსი, კომფორტზე იყო მორგებული, ტემპერატურაც როგორც გინდა ისე დააყენებდი. ხედიც ძალიან კარგი იყო, ასევე აუზი, როგორც აუზი, წყალი, საუნა, ანუ ყველაფერი კარგი იყო რა, მოკლედ რო ვთქვათ, არაფერს ზედმეტს არ ვიძახი და არ ვაჭარბებ. პოზიტიურად 5-დან 5 ვარსკვლავი, აი 5 ვარსკვლავი როგორც ქვია, ზუსტად ეგრე ვაფასებ ამ სასტუმროს, რომ დება ამ კრიტერიუმებში და ყველაფრით ნასიამოვნები ვარ და ძალიან გამიხარდა, რომ ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი ამ მოგზაურობის. ძალიან კმაყოფილი და ძალიან ბედნიერი ვარ ამ გამოცდილებით. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მინდა გადავხადო ახალციხეინს. მართლა აი გულით ვიძახი, რომ ეგეთი კარგი მომსახურება, ეგეთი კარგი პერსონალი და ეგეთი კარგი სასტუმრო მე არ მინახავს პირადად. ჩემთვის იყო იდეალური გამოცდილება. გავატარეთ ძალიან მაგარი დაბადების დღე. სამწუხაროდ ძალიან ბევრი კადრი ვერ გადავიღე, იმიტომ რომ მეგობრებთან ერთად მინდოდა დროის გატარება და მეტი ყურადღება დაუთმე უფრო დასვენებას და გართობას, მაგრამ აი დამიჯერეთ 100%-იანი რეკომენდაცია ჩემგან. ჩადით, დაისვენეთ, მართლა არ ინანებთ რა. ხო კიდევ საკვებზე მინდოდა მეთქვა, აი ყველაფერი მომეწონა, იყო უგემრიელესი აბსოლუტურად ყველაფერი. ერთ რაღაცა წუნს ვეძებდი, მაგრამ რეებიც ვჭამე, აი სიტყვაზე მენდეთ, რომ ვერანაირი წუნი ვერ უპოვე საკვებს. იყო გულით გაკეთებული, აი როგორც ოჯახში აკეთებენ ხოლმე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არჩევანი გავაკეთე ახალციხეინზე. ყველანაირი სოციქსელი იქნება აღწერა, შეგიძლიათ გადახვიდეთ, მისწეროთ, დაჯავშნოთ და დაისვენოთ თქვენ შეყვარებულთან, ოჯახთან, მეგობრებთან, ნათესავებთან და ასე შემდეგ. ხელები ამიწევია. ძალიან კარგი დრო გავატარე და რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრება მემახსოვრება ეს მომენტები და ეს დაბადების დღე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს უკვე ჩემს სიაში. საუკეთესო დაბადების დღე იყო ჩემს ცხოვრებაში.